გამარჯობათ, მოგესალმებით, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი, შესწორებები, დამატებები ხო არ აქვს კომიტეტის წევრებს? თუ არ აქვთ ხოლმე ამიტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა, კვორუმი არის. გადავდივართ პირველ საკითხზე. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ზურაბ ქადაგიძეს, სუმბატ კვირელიანის, ირაკლი ჭეიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, სალავან მირზოევისა და თორნიკე ფაღავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოადგენს საქართველოს კანონის პროექტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა. ინიციატორი, როგორც იცით, მოგახსენეთ და მოხსენებელიც ბატონი რატი იონათამიშვილია. მინდა ვისარგებლო მომენტით, სანამ თქვენ მოხსენებას დაიწყებთ და მივესალმო ჩვენს პარლამენტის სტუმრებს. მადლობა, რომ მობრძანდით. კიდევ ერთხელ ეს გამოხატავს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი თქვენთვის. მადლობა დაინტერესებისთვის. საქართველოს მთავრობა, პარლამენტი მუდამ ვიყავით ვართ და ვიქნებით ჩვენი ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დამცველი და ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა კანონი იყოს მორგებული თქვენს უფლებებზე და ჩვენს ვალდებულებებს. ამიტომ დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. ბატონ რატი, გისმენთ, ბრძანდებით შეგიძლიათ დაიწყოთ. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო ზაზა, მივესალმებით თქვენი კომიტეტის წევრებს, აპარატის წევრებს, მედიას და ასევე დამსწრეს საზოგადოებას. ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომელიცაც ჯანმრთელობის დაცვა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში განვიხილავთ, მოგესალმებათ სავალდებულო წესით, ასევე განიხილება ეს კანონპროექტი თქვენთან. პირველი მოსმენით და პატარა შესავალს გავაკეთებ, მოგესალმებათ საქართველოს პარლამენტს აქვს საკმაოდ პროაქტიული დღის წესრიგი შიშიმ პირთა უფლებების განსამტკიცებლად. შემიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყვა, როგორიც არის ახალი კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მიღება, ასევე მისაწვდომობის შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სხვა კანონებში, რომელსაც შემდეგ მოყვა ასევე მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მიღება, ეს არის სოციალური პაკეტის ინდექსაცია, ასევე ის მხარდაჭერა, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს განისაზღვრება. კერძოდ ის, რომ თქვენს კომიტეტში ვიმყოფები და ჩემი ერთ-ერთი გულშემატკივრობის საგანი ყოველ წელს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს განვიხილავთ, არის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვების ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, მისი პარამეტრები, რომელიც მაგალითად 2011 წლისთვის იყო 12 მილიონ ლარამდე და ბოლოს 125 მილიონიან ბიუჯეტს დაუჭირეთ მხარი, ასევე ინკლუზიური განათლების სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც მაგალითად 2012 წელს იყო 0 ლარი და დღეს 95 მილიონი ლარი არის და ასევე არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ გამოვყო პარალიმპიური მოძრაობა, რომელიც მაგალითად 2012 წელს იყო 27,000 ლარი, დღეს არის 4 და 7 მილიონი ლარი, რასაც ემატება სოციალური გარანტიების ასე ვთქვათ, დამატებითი ბიუჯეტი ჩვენი პარასპორტსმენებისთვის. და დღეს მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიწყებთ მსჯელობას. რატომ არის ეს საკითხი ესე მნიშვნელოვანი და მას მოგახსენებთ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო პროცესი უსწრებდა წინ, სანამ ჩვენ ამ იდეას, ამ პროექტს ვაქცევდით უკვე კანონის პროექტად და შევთავაზებდით ფართო საზოგადოებას. და ამ პროცესში ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის როგორც შიშიმ პირებთან, ასევე ვებ ადმინისტრატორებთან, დიზაინერებთან, ამ სფეროში ჩართულ ადამიანებთან, პროგრამისტებთან და ასე შემდეგ და კონსოლიდირებით მივიღეთ უკვე ის რედაქცია, რასაც თქვენ გთავაზობთ, თავიდან გვქონდა ორი გზა. ვფიქრობდით, რომ ახალი კანონი დაგვეწერა და ახალი კანონი, რომელიც ვებ მისაწვდომობას ზე იქნებოდა, მაგრამ ქართული საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე და ვთქვათ იურიდიული სამართლებრივი ტექნიკიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ცვლილებები შესული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, სადაც ორი სახის ცვლილებები შედის, ერთი შედარებით ტექნიკური არის, რომელიც მეორე მუხლს, ანუ ტერმინების
მუხლს ეხება და მეორე ნაწილი არის უკვე 36 პრიმა მუხლი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტის ვალდებულებები, ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ანუ ამ დეფინიციით განისაზღვრება უკვე ეს მუხლი და აქ არის ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც უკვე ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. აქვე ვიტყვი, რომ ამ პროცესის სრული იმპლემენტაციისთვის აუცილებელი იქნება მისაწვდომობის შესაბამისი სტანდარტების, ვებ მისაწვდომობის ამ შემთხვევაში, ანუ ეს არის ტექნიკური რეგლამენტი, მისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ცხადია ვერ დაამტკიცებს და ეს არის მთავრობის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, ამ კანონში ჩვენ ვალდებულებას გავაჩენთ, რომ ვებ მისაწვდომობის შესაბამისი ტექნიკური ის თქვა რეგლამენტი დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამ. ეს დაახლოებით იგივე გზა არის, როგორც მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დროს ჰქონდა, სადაც ასევე მთავრობას დაევალა და ის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და არის მოქმედი, ფართოდ არის აღიარებული თვითონ შიშინო პირების მხრიდანაც, როგორც უნივერსალური დიზაინის პრინციპების ერთ-ერთი საუკეთესო და სანიმუშო დოკუმენტი და სხვათა შორის იგივე შეფასება ჰქონდა ამ დოკუმენტზე ბატონ საჩენს, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მისაწვდომობის ბორდის აღმასრულებელი მდივანი, ვისაც ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა, როგორც ამ საკითხზე, ვებ მისაწვდომობის საკითხზე, და თვითონაც უსინათლო არის და განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა ვებ მისაწვდომობის საკითხში, აქ ასევე ვებ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების თაობაზე, რომელიც ასევე ამერიკულ სტანდარტს ეფუძნება, ისაც ჩვენ მივიღეთ. აი ეს არის ერთი მცირე სიტყვით, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვი და თქვენთან პრინციპების დონეზე გამოვიხილავ და ჩვენ კიდევ შევხვდებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, როგორც უკვე წამყვანი კომიტეტის ფარგლებში და უკვე მეორე და მესამე მოსმენა ამ კომიტეტში გაგრძელდება. თუ რაიმე კითხვები იქნება დამატებით, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა ბატონო რატი ამ ინფორმაციისათვის, რომელიც ნამდვილად მოვესმინეთ ყველამ ერთად. სხვანაირად მოჩამომართვებდა აქ თქვენი პირადი დამსახურება ძალიან დიდია, თქვენ ციფრებიც მოიყვანეთ ამ ბოლო 14 წლის განმავლობაში, რაც გაკეთდა, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ თქვენი პირადი გინდათ პარაოლიმპიელებთან, გინდათ შეზღუდული შეძლებლობის პირებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია და დღევანდელი კანონი ზუსტად ემსახურება იმას, რათა ინფორმაციის და კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა რომ გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი შეზღუდული შეძლებლობის პირებისთვის. მადლობა ამ კანონის ინიცირებისათვის. გაქვთ შეკითხვები არის და ბატონო ზალ გისმენთ. მოგესალმებით, მეც ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ რატი იონათამიშვილს ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, თუნდაც იმ კანონის გამო, რაც ამ ქვეყანას დღეს აქვს, ეს არის შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელმაც გააჩინა მთელი რიგი სხვა დოკუმენტები და უზრუნველყო ის, რაც წლების მანძილზე მოუგვარებელი იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და რა თქმა უნდა, არც გამკვირვებია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საინფორმაციო სისტემების განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, დგება საკითხი მთელი რიგი ცვლილებების და დასკვნიდან კითხვა მაქვს ჯანმრთელობის საკითხის კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნიდან, რომ აქ ლაპარაკია, რომ შესაბამის სუბიექტებს ექნებათ ვალდებულება, ანუ გაუჩნდებათ ეს ვალდებულება ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციის ხელმისაწვდომობის შექმნის. და ზოგადად წერია და ეს სუბიექტები იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები თუ კერძო სამართლის იურიდიული პირებიც. მადლობა. კეთილი, გიპასუხოთ, მადლობა ბატონო ზალ კითხვისთვის, თუმცა შეეხება ჩემ ნაწილზე მადლობას, მე რა თქმა უნდა ყოველთვის მეუხერხულება და მეხამუშება ვინაიდან ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და ჩვენი სამუშაო დღის წესრიგი რომ ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკეთეს გახდეს შიშინო პირთა უფლებებს, თუმცა ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ასე რომ მე
ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ამ მიმართულებით გქონდეს ის სიახლეები, რაც უკეთესი იქნება და რაც პირდაპირ მივა შიშინებელთა უფლებების დაცვას, ან მათაც გაუმარტივებს უფლებების დაცვას და ის კანონი, რაც ვახსენეთ, ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მიღებიდან ძალიან მალევე აღსრულების არაერთი მაგალითი ვნახეთ, კერძოდ დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. რაც შეეხება ამ საკითხს, მოგეხსენებათ, ევრორეგულაციებიც სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო, ბევრი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად შარშან შევიდა ცვლილებები. პასუხისგებლობა ვრცელდებოდა მხოლოდ ადმინისტრაციულ მართვაში მყოფ გვერდებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო შეიძლება არ შეეხოს ესეთი პრაქტიკა და მიდგომა არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ჩვენ ბევრ მაგალითს გავეცანით, მაგრამ არის ის სფეროები, რომელიც განსაკუთრებული ინტერესს იწვევს და იქ ვფიქრობ, რომ ეს ვალდებულება უნდა იყოს და ეს ვალდებულება უნდა იყოს ამავდროულად, იმიტომ რომ ეს სფეროები თავის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები, იმიტომ რომ თუ არ აკმაყოფილებენ ვებ მისაზომობას, მათ შორის არა მხოლოდ უსინათლო ან მცირემხედველი ადამიანებისაც, ჩვენ ესე არ უნდა გავიგოთ, როგორც მისაზომობა არ არის მხოლოდ მობილურობის შეფერხების მქონე ადამიანებისთვის და ეხება ყველა საჭიროების და კატეგორიის შიშიმაპირებს, ასევე ვებ მისაზომობაც არ არის მხოლოდ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის. ეს სტერეოტიპი ყალიბდება შეგადაშიგდა, ამიტომ ვალდებულად თავს რომ ესეც გავაჟღერო. არამედ ეს სხვადასხვა საჭიროების მქონე შიშიმაპირებისთვის არის ამავდროულად, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ეს სტანდარტს თუ არ აკმაყოფილებს ის ვებ გვერდები ან აპლიკაციები, რომელიც აქტიურია, ის კონკურენტუნარიანი ვერ არის ბაზარზე და შესაბამისად აქ ეს აქტუალობის ნიშანი არის, შეიძლება ითქვას. ამიტომ აქ არის როგორც საგანმანათლებლო მიმართულების იქნება ეს ადრეული სკოლამდელი აღზრდის და განათლების, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების მომსახურებას ეწევა, ასევე სამედიცინო მომსახურების, სადაზღვევო მომსახურების, საბანკო საქმიანობის, ასევე კომუნალური საქმიანობა რაც არის და სატრანსპორტო მიმართულება, ასევე სურსათის, ფარმაცევტული და ანუ საფოსტო საკურიერო მომსახურების, ანუ ეს ის სფეროებია, რომელიც მნიშვნელოვანი არის და პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული. თუმცა თუ რაიმე რეკომენდაციები იქნება ამასთან დაკავშირებით, ეს მეორე მოსმენის საკითხის თემაც არის და რასაკვირველია, ოღონდ ახავე დავაფიქსირებ გაფართოების თვალსაზრისით, მზად ვართ კონსულტაციები გავიაროთ. მადლობა ბატონო მერკახაძე, გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხის ასეთი ფორმულირებისათვის. მთელი გამოვლენისათვის ბატონო რატი ცალკე გამოყოფ ყოველთვის ვიცი რომ არ გიყვარს ეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სტიმულია ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც ამ ვალდებულებებს ხედავს და თავის თავს რეალიზებას უკეთებს ამ კეთილშობილური საქმის ნორმალიზებისათვის. საქართველოს ხელისუფლის ყველა შტო, ყველა ადამიანი, ჩვენი ამომრჩეველი, ვინც ჩვენ ხართ გვიჭერს, ყველანი არის ჩართული ამ დიდი საქმის დარეგულირების გზაზე და ამიტომ ეხლა ამის კონცენტრირებულად ასეთი კარგი ნაბიჯების სვლა და საბიუჯეტო უზრუნველყოფა, რასაკვირველია, არის დამამშვენებელი და სამაგალითო, იმიტომ ჩვენ რომ მოვა სხვა ხელისუფლები, ამაზე ნაკლები არ, ამაზე მეტი უნდა გააკეთონ და ეს იქნება 10 წერტილი. ბატონო, ერთი შეკითხვა მაქვს, მხოლოდ ტექნიკური და ციფრებთან დაკავშირებული. რამდენ ადამიანს შეეხება დაახლოებით ერთდროულად ეს? ეს არის პირველი ციფრი და ერთი რამე უნდა იცოდეს დანარჩენმა, ეხლა ციფრი რო გაჟღერდება ამის მერე. ეს ციფრი გადაამრავლეთ 3-ზე, ოჯახის წევრებზე და ნახავთ რამდენი ადამიანისთვის არის ეს გადადგმული ნაბიჯი, ანუ მისაწვდომობა მარტო არ არის, ეს არის სრულფასოვანი რეალიზაციის გზა, სადაც ყოველი ახალი ინოვაცია, რომელიც ამ შემოვიდეს ცივილიზაციის ამათვე ეტაპზე, ამ ადამიანებთან ზუსტად დაუბრუნებლად სახელმწიფოს ხარდაჭერით მივა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. დიდი მადლობა. ბატონო ლადო, ჩემი პოზიცია ესეთი არის, რომ შესაძაც ქვეყანაში მაღალი სტანდარტით არის დაცული შეშლილი შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის მაღალი სტანდარტით არის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს შეეხება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და არა მხოლოდ შიშიმაპირებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის კერძო სექტორსაც, ვინც კონკურენტუნარიანი უფრო მეტად გახდება, მათ შორის ბაზარზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა არის აქ და ეს პარადიგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავიაზროთ ჩვენ, რომ ის რაც ეხება შიშიმაპირს, ეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. უმრავლესობის სხვა დეპუტატებს სხვა რა შეკითხვები? ქალბატონო ქეთევა, გისმენთ. მადლობა, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ყველა ის ინიციატივა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხარისხს აუმჯობესებს, ცხოვრების ხარისხს და აძლევს მათ
საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას, დასაქმების პერსპექტივებს და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ნამდვილად შესანიშნავი კანონი, რომელიც 2020 წელს არის მიღებული, თუმცა რამდენად ხდება მისი იმპლემენტაცია, ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა თემისთვის, სხვადასხვა სტატუსის და დიაგნოზის მქონე შეშემო პირებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში. მე მესმის, რომ დღევანდელი თქვენი საკითხის თემა ეს არ არის, მაგრამ აქ თემის წარმომადგენლები არიან და ნამდვილად მე წარმოვადგენ მათ უფლებებს, მათ ინტერესს და იმ დოზით არა რასაკვირველი როგორც თქვენ, მაგრამ მინდა რომ გავაჟღერო, ძალიან ბევრი მიმართულება იგივე ამ კანონის გარშემო არ არის იმპლემენტირებული. კანონი ვთქვათ, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს, ისედაც შეზღუდულ ადამიანებს. რეგიონებში, სოფლებში არის უმძიმესი და უმწვავესი პრობლემები და ძალიან კარგი იქნება, რომ ამ მიმართულებითაც თემთან ერთად ვიმუშაოთ, მე მზად ვარ, მე პირადად და რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას არის რამდენიმე კითხვა. რა ვადა არის განსაზღვრული ამ პროექტის განხორციელებისთვის და კონკრეტულად თემის წარმომადგენლები, რომელი პლატფორმის წარმომადგენლები ღებულობდნენ თქვენთან ერთად მონაწილეობას. მადლობა. მადლობა ქალბატონ კეთო. დიახ ბატონო. კეთილი, რაც შეეხება შეზღუდული საზოგადოებრივი პირთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის იმპლემენტაციის პროცესს, საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი არის ზედამხედველი მის განხორციელებაზე. ჩვენ ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ არის ცალკეული გამოწვევები, რასაკვირველია და მზად ვართ. დღეს აღარ მოვყვები განსაკუთრებით რა მიმართულებებში ვფიქრობ, სადაც აუცილებელი არის, რომ უფრო აქტიური საზედამხედველო საქმიანობა ვაწარმოოთ. თუ თქვენს გექნებათ რაიმე სახის ერთი შენიშვნები, რა თქმა უნდა, მზად ვართ გავიზიაროთ, მოგისმინოთ პირველ რიგში, ოღონდ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ორიენტირებული ზუსტად ამ საქმეზე, აქედან გამომდინარე. აქ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიალოგისთვის და ჩვენც ვფიქრობთ სხვადასხვა მიმართულებებით, იგივე საკომიტეტო მოსმენების, განხილვების გამართვას და ასე შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას. ზედამხედველობას რაც შეეხება მისაზღვრებობის საკითხს, რა თქმა უნდა, მისაზღვრება არ არის ის ფიზიკურ განემოს გულისხმობთ ალბათ თქვენ საკითხი, რომელიც ერთი ხელის მოსმით გვარდება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა კონდეს სახელმწიფოს, შესაბამისად, მისაზღვრების ეროვნული სტანდარტები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მიმართულებით თქვენ წარმოედგინეთ, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც საერთოდ არ არსებობდა იმის ვალდებულება, რომ ელემენტარული მისაზღვრება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. და ამ გაფრანგულმა წლებმა ძალიან უკან დაგხვია შეიძლება ითქვას, ამიტომ მისაზღვრების შესწორებები, სადაც განისაზღვრა პასუხისმგებელი პირები, განისაზღვრა ჯარიმები, იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც მისაზღვრების ეროვნული სტანდარტები მოჰყვა. რაც შეეხება ამ მიმართულების იმპლემენტაციას, დღეს ვფიქრობ, რომ პროგრესი ნამდვილად არის სახეზე და ობიექტური შეფასება თუ არ განვახორციელეთ, ჩვენ არ ვიქნებით კურსფელები და მართლები, პროგრესი ნამდვილად არის. ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც უნივერსალური დიზაინის პრინციპებით ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე სავალი გზის მოწყობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მაქსიმალისტები. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ რაიმე იდეა გაქვთ, გაგვიზიარეთ და მოგისმენთ და გავცვალოთ არგუმენტები. უბრალოდ აქ პროცესი დაწყებულია, საკმაოდ კარგი ტემპები და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით აი ეს ცვლილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, შეიძლება საპარლამენტო ზედამხედველობის რაიმე მექანიზმი გამოვიყენოთ, რომ სწორი სურათი გქონდეს. ეს დაგვეხმარება ასევე სამომავლო აქტივობების დაგეგმვის თვალსაზრისით. რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია და ვართ ღია ნებისმიერი შეხვედრისთვის, მე არ მახსენდება ვინმეს გამოეთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი და არ ყოფილიყოს ჩართული. ამ მიმართულებით ჩვენ შევხვდით აბსოლუტურად ყველა შიშიმოპირს, ვისაც ჰქონდა ამაზე სახელების და გვარების მოყოლა, ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ არ იქნება უპრიანი ჩემი მხრიდან, მაგრამ საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა იყო მონაწილე. მაშინ ჩვენ ამ შეხვედრებს ვაკეთებთ ასევე პლატფორმის UNDP-ის მეშვეობითაც და UNDP-ს ასევე გვთავაზობდა სიას, ვისაც ჩვენ ვეთანხმებოდით, ასე რომ ძალიან ისეთი ფართო წარმომადგენლობა იყო, რა თქმა უნდა, ყველანაირი პოლიტიკის გარეშე. აქ ჩვენთვის თავარი არის შიშის პოლიტიკა, რომელიც ეხება შიშიმოპირებს და არა ნებისმიერი სხვა, ამიტომ აქ საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა იყო შეხვედრებზე და როგორც აღნიშნეთ, დაახლოებით 20-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, იყო როგორც ინდივიდუალური ინტერვიუები, ასევე თემატური შეხვედრებიც. მადლობა. ათასაც შეეხება. ვადა არის განსხვავებული პირველ რიგში უნდა იქნას მიღებული
ტექნიკური რეგლამენტი და ტექნიკური რეგლამენტისთვის გვაქვს ჩვენ 2026 წლის 31 ოქტომბერი და უკვე როდესაც ახალი რეგლამენტი იქნება დამტკიცებული და ფაქტობრივად ამის შემდეგ ნებისმიერი საიტი რომელიც ჩაიშვება წარმოებაში უკვე უნდა იყოს ახალ სტანდარტზე აწყობილი, რაც შეეხება ამ ახალ სტანდარტს, შეიძლება ესეც მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის და ეს არის WCAG-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით და ეს WCAG არის ის, რაც მისაწვდომობის სტანდარტს არეგულირებს საერთაშორისო დონეზე, ეს არის თქვა პროგრამული ენა, შეიძლება ესე ითქვას. რაც შეეხება თვითონ საიტებს ადაპტირებას, ფაქტობრივად ჩვენ ამ შემთხვევაში მივყევით იმ ლოგიკას, რომელიც ამავდროულად პროგრამისტების მხრიდან იყო წამოსული. ვინაიდან პროგრამისტების მხრივ არის ესეთი რეალობა და ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის ჩვენ საუბრობთ მარტო ქართველ პროგრამისტებზე, არამედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ყავდა პორტუგალიელი და ირლანდიელი ექსპერტებიც ჩართული და მათაც ისინიც გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. და ამ გამოცდილებით არის რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თუ არ მოხდა საიტის განახლება, ის უკვე ფუნქციური აღარ არის იმ ვირტუალური ინტერნეტ გარემოში. ამიტომ ჩვენ ამ ლოგიკას მივაბით და დაახლოებით 5 წლიანის სურს ავიღოთ ნიშა ამის უკვე არსებული საიტების გამოსწორებისთვის, მაგრამ ნებისმიერი საიტი, რომელიც ამ პერიოდში დაექვემდებარება განახლებას, ის უკვე ამ WCAG-ის სტანდარტით უნდა მოხდეს მისი განახლება. ცხადია, ჩვენი სურვილი არ არის რეპრესიების წარმოება მიმართულებით, ჩვენი მიზანი არის, რომ ყველას ესმოდეთ, რომ ამისი ადაპტირება პირველ რიგში საიტის ავტორებისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა არის კიდევ ესეთი საკითხები, რომელიც ასევე ანგარიშგასაწევი არის, რომ ბევრი საიტი არის ისეთი, რომლის ეგრეთ წოდებული გასაღები არის დაკარგული. ანუ ეს გასაღებები როგორც წესი აქვს პროგრამისტებს, ცალკეულმა იურიდიულმა, ფიზიკურმა პირმა შეუკვეთა ეს საიტი ამ კონკრეტულ პირებს, ამ კონკრეტულ პირებმა დაამზადეს ის გასაღებები, რითაც ის ჩაშენება და შეცვლა შეიძლება მოხდეს, იმათ თანა აქვს და ესეთი ბევრი არის ესეთი შემთხვევა, რომ ესეთ პროგრამისტებს ვეღარც პოულობენ, ვეღარც ეძებენ და იმისი გადაწყობა ტექნიკურად შეუძლებელია. მაგრამ ამათთანაც არის გამოსავალი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მათაც მოუწევთ საიტის შეცვლა და იმ დომენს, რა დომენის აქვს, ახალ ჰოსტინგს დააშენებენ იმ დომენზე. ეს ცალკეულ ტიპად რაღაც მასალას დაკარგავს ესეთი საიტებისთვის, მაგრამ ვის ესე გასაღები პროგრამისტებზე აქვს გადაცემული და იმათ აქვს თან გაყოლილი, სხვა არჩევანი ისედაც არ აქვს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო პრაქტიკა რაც არის, იძლევა ესეთ რეკომენდაციას, რომ თუ აქტიურია ძველი საიტები ვებ სივრცეში, ეს ამ ვებ სივრცის უსაფრთხოებასაც კი რისკის ქვეშ აყენებს. ანუ იქ ჰაკერული შეღწევები ბევრად უფრო მარტივი ხდება, ამიტომ ამ მიმართულებითაც ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე კომპლექსური საკითხია ყველა მიმართულებით და მე მოხარული ვიქნები თუ ჩვენ იმ პროცესს, რომელსაც შეშინებათა უფლებების მიმართულებით ვაძლიერებთ, სხვა სფეროებზეც საკუთარ სიკეთეს და ბენეფიტს მიიტანს. მადლობა. გაქვთ კიდე შეკითხვა, ალბათ ვკეთებთ. თქვენ გქონდათ შეკითხვა? დაეხმარეთ, გთხოვთ. ჩაურთეთ მიკროფონი. მოგესალმებით. დავით ბილეიშვილი. პირველ რიგში მივესალმები დეპუტატებს, ბატონო თავმჯდომარე პატივცემულურატი, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ამ ცვლილებების უკვე ინიცირება და შემდგომ უკვე კანონში ცვლილებების განხორციელება. იქედან გამომდინარე, რომ დღეს არსებული ბევრი საიტი და მობილური აპლიკაცია ვერ აკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს უსინათლო მცირემხედველი ადამიანების მისაწვდომობას ამა თუ იმ აპლიკაციასა და საიტზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბატონმა რატიმ სწორად აღნიშნა ის, რომ როდესაც უსინათლო მომხმარებელი, მათ შორის იყენებს საბანკო სერვისებს, საკურიერო მომსახურებას თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს კერძო სექტორისთვისაც მეტი სტიმული არის, იქედან გამომდინარე, რომ მეტი მომხმარებელი გაუჩნდება ამა თუ იმ კერძო კომპანიას. აგრეთვე
ჩემთან ერთად არიან ვებ დეველოპერები, რომლებიც საერთაშორისო აუდიტსაც ახორციელებენ და მათ შორის ამ საკითხებზე მუშაობენ უსინათლო მცირემხედველი პირებისათვის სხვადასხვა საიტების გახმოვანების თუ ასში მიმართულებით, რომლებთან ერთადაც ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ბატონ რატისთან, იქიდან გამომდინარე, რომ საჭირო არის ჩართულობა და ამავდროულად ჩვენ გვიგულეთ სამსახურში, რასაც ქვია, მათ შორის მთავრობის დონეზეც ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში ჩვენი ჩართულობა. რატო? იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რაც გასათვალისწინებელია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისას, რომ იყოს როგორც მოქნილი, ისე მისაწვდომი ეს თუ ის საიტი და მობილური აპლიკაცია, უზრუნველყოფს ზუსტად ჩვენს მიერ ამ პროცესში ჩართულობას შემდგომ ყველა ეტაპზე, როგორც დაგეგმის, განხორციელების თუ მონიტორინგის ნაწილში. მინდა წარმატებები გისურვოთ და ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ ვართ მზად ვითანამშრომლოთ. დიდი მადლობა. კიდე ხო არავის სურს? კი ბატონო, ჩაურთეთ მიკროფონი. გახლავართ ბექა გუზალიშვილი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ წამოწყებული ნაბიჯებისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდ სიკეთეს მოუტანს ყოველივე ჩვენგანს. რამდენიმე შეკითხვა მაქვს და რამდენიმე დაზუსტება მინდა რომ ვთქვა. თქვენ ახსენეთ WCAG სტანდარტებთან საიტის ან ვებ აპლიკაციების მოყვანის თვალსაზრისით. ერთ-ერთი შეკითხვა მაქვს მე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არის ესეთი ასე ვთქვათ გულისტკივილი, როდესაც შეიძლება აპლიკაცია იყოს სტანდარტებთან მოყვანილი, თუმცა არ იყოს ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრი სიტუაცია არის ესეთი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები, სადაც აპლიკაცია არ არის მოყვანილია სტანდარტების ჭრილში, თუმცა არ არის მოქნილი იმ პირებისთვის, ვისთვისაც არის ეს გაკეთებული და მაინტერესებს ესეთი საკითხი, როგორ იქნება რეგულირებული კანონით ესეთი შემთხვევები, როდესაც დაუშვათ კომპანია იტყვის, რომ მათი აპლიკაცია არის სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანილი, თუმცა სინამდვილეში არ არის ხელმისაწვდომი. ამ ყველა აპლიკაციას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და მაინტერესებს იქნება თუ არა აუდიტირება დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან და როგორ დარეგულირდება ეს საკითხები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წამოწყებული ნაბიჯებისთვის. მადლობა. დავაგროვოთ. კი ბატონო, ჩაურთეთ მიკროფონი შემდეგ სტუმარს. მგონი იყო კიდე მაგრამ მოგესალმებით, გიორგი ენუქიძე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უსინათლო. პირველ რიგში ბატონო ზაზა, მადლობა, რომ შესაძლებლობა მოგვეცა კომიტეტზე ბატონ რატისთვის კითხვები დაგვესვა და მადლობა ბატონ რატი იმ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებისთვის ესეთი აქტიური
შესრულებისთვის და აღსრულებისთვის, რასაც კონვენცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონი ითვალისწინებს და სანამ კონკრეტულად ამ საკითხზე გადავიდოდი, გადავალ და რამდენიმე კითხვას დავსვავ თქვენის ნებართვით. პირველი მინდა თქვენს მოსაზრებას გამოვეხმაურო და ასევე შემოგთავაზოთ წინადადება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების თვალსაზრისით და ეფექტის გაზრდისთვის წმინდა კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში. ვინაიდან კომიტეტი უფრო დატვირთულია სხვა თემებზე სამუშაოდ და უფრო მეტად დროში შეზღუდულებიც ხართ პარლამენტის წევრები, რომ დღეს ახლა აქ კი ერთი საკითხი განიხილება, მაგრამ ზოგჯერ არის გადატვირთული სხვა პოლიტიკური პროცესებია და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეფექტური და კარგი იქნება თვითონ პარლამენტის დონეზე შეიქმნას შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭო, სადაც უმრავლესობასთან ერთად პოლიტიკური უმცირესობაც იქნება ჩართული, რაც გააძლიერებს ყველა მხრივ ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკოსებს შორის, ვისაც პირდაპირ შეხება არ აქვს შშმ პირთა საკითხებზე, თავად თემის ჩართულობას და საკითხები სანამ კომიტეტზე და პლენარულ სხდომაზე გავა, უკვე ამ საბჭოს ფორმატში დახვეწილი იქნება და ასევე ეს საბჭო გაუწევს ასე ვთქვათ მონიტორინგს იგივე სამთავრობო დონეზე და სამინისტროების დონეზე არსებულ საბჭოების მუშაობას კოორდინაციის და ურთიერთდახმარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება, რომ ერთობლივად ერთეობლივი ძალისხმევით შეუძლოთ რეალური ცვლილებების შეტანა, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ კი 2012-დან დღემდე კოლოსალურად იზრდება ბიუჯეტი. ამაში სრულებით გეთანხმებით, ამაში არ ვიცი, ეს პრეცედენტია ქართულ რეალობაში, როცა პოლიტიკური ძალა და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება არის, ვინც ეს განახორციელა, მაგრამ ერთი სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომელსაც თქვენ არ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, მაგრამ შედეგები თქვენზე აისახება სამწუხაროდ. ეს არ არის სამართლიანი, უსამართლოა, ყოველთვის ვაცხადებ ხოლმე, მაგრამ აი დაფინანსების მიუხედავად ზრდის და მოცულობის პროპორციულად შშმ პირთა უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ იზრდება და ამას თავისი მიზეზები აქვს, რაც მე ვფიქრობ არაა სამართლიანი, რომ ეს ნეგატივი თქვენს მიმართ მოდის ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ და ეს არ არის სწორი. ამიტომ აი ამას ჭირდება ზუსტად სწორი მიდგომა, რომ ესე აღარ იყოს და შშმ პირებმა რეალურად იცოდნენ საიდან მოდის მხარდაჭერა, სად იკარგება მხარდაჭერა და რა აფერხებს რეალურად ჩვენი ფუნქციური შესაძლებლობის განვითარებას. რაც შეეხება ამ საკითხებს, თქვენ ასევე ამ საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, რამდენადაც თუ არ შეიცვალა დღეისათვის რაიმე, ითვალისწინებს სანქციებს. ეს სანქციები ჩემთვის მაგალითად ბუნდოვანი იყო, რა ტიპის სანქციაზეა, ვინ ასანქცირებს, ვის ასანქცირებს, ანუ სანქციების მექანიზმი როგორ მუშაობს, რას გულისხმობს სანქციები, ასევე ვინ ამოწმებს მისაწვდომობას და თუ არ ასრულებენ ამ შემთხვევაში, ანუ სანქცია როგორ განისაზღვრება ერთჯერად და ყოველდღიურად თუ ანუ როგორ ხდება საბოლოოდ, ანუ შეიძლება ვიღაცამ არჩიოს, მაგალითად ქართულ რეალობაში, ქართული ბიზნესის სიხისტიდან გამომდინარე, ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევები, მაგალითად მშენებლობის სფეროში, რომ გამწვანებას უბრალოდ ანადგურებენ და იძახიან, რომ ჩვენ გვიხირს იმ ჯარიმის გადახდა, რაც მოგვიწევს ამ ხეების მოჭრისთვის. ანუ დაახლოებით იგივე რომ მივიღოთ, მაშინ რა ხდება, ეს არ არის და ასევე თქვენ თქვით, რომ ვისაც გასაღები აქვს დაკარგული პროგრამული გასაღები. როგორ ვადგენთ რეალურად განსაკუთრებით კერძო სექტორის შემთხვევაში მათ კეთილსინდისიერებას, რომ გასაღები აქვთ დაკარგული იქნება, არა აქვთ. ამას როგორ ვაიდენტიფიცირებთ, რომ რეალურად დაკარგული აქვს. და 2022 წლამდე ესეც ცოტა ჩემთვის ბუნდოვანი იყო, იმიტომ რომ ამ გადმოსახედიდან გამოდის, რომ უსინათლოთა უფლებებს ამ ნაწილში ვავადებთ 2032 წლამდე, თუ კანონში გაიწერება
კონკრეტული ნაბიჯები, პირველი ეტაპი, მეორე და მესამე ეტაპი. ან პირველი, ესე ვთქვათ, საბაზისო სფეროები განისაზღვრება, რომელსაც პირველ 2 წელიწადში აუცილებლად უნდა კონდეს, შემდეგ უფრო ნაკლებად აქტუალური მიმართულება და საბოლოოდ დასრულდეს 32-ში. თუ შეიძლება მივიღოთ, ვთქვათ, რომ ყველამ გადაავადოს და ყველასი მივიღოთ 2032-ში. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ჩემი მხარდაჭერა მაგალითად მსგავს საკითხებში სრული. მადლობა თქვენ. გისმენთ ბატონო რატომ? კეთილი, პირველი კითხვა იყო სტანდარტებთან დაკავშირებით. არის ზუსტად ეს არის, როდესაც ჩვენ მივიღებთ უკვე ტექნიკურ რეგლამენტს, იქ უნდა იყოს ასახული ყველაფერი, რაზეც აღიღება სწორება, იმიტომ რომ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მიღებას რომ შევადაროთ ეს პროცესი, ხო, იქაც შეიძლებოდა ვინმე ეთქვა, რომ ადაპტირებული არის ეს სივრცე, რომელიც სინამდვილეში არ იყო ადაპტირებული და ეს ხდება იმის შემოწმებით, რამდენად არის ის ტექნიკური რეგლამენტი, ანუ ის ელემენტები დაცული, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტში არის მოცემული, ხო, იქნება ღიობიდან დაწყებული შენობის ნებისმიერ პარამეტრიდან, ნებისმიერ ელემენტთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკვე ეს კანონმა დაადგინა. ეხლა რაც შეეხება თვითონ WCAG-ის რეკომენდაციებს, გულწრფელად გითხრათ, მისაწვდომობის თემაზე ყოველთვის ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ექსპერტი ვიყავი ჩემს ქვეყანაში, ჯერ კიდევ, ავიცი, ალბათ ძალიან დიდი ხნის წინაც, მაგრამ ვებმისაწვდომობა ფაქტობრივად აი ამ პროცესში კიდევ უფრო ჩავუმოვდით, კიდევ უფრო ბევრი რაღაცა ვისწავლეთ, უბრალოდ იმას ვაღიარებ, როდესაც ამაზე დავიწყეთ მუშაობა, უშუალოდ ექსპერტული ცოდნა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მეც კი არ გამაჩნდა, რომელიც ზოგადად მისაწვდომობის საკითხებში საკმაოდ ისეთი ცოდნა მაქვს დაგროვილი. აქედან გამომდინარე, ამიტომ იყო ძალიან ბევრი შეხვედრაც საინტერესო, მნიშვნელოვანი და ამ პერიოდშიც რამოდენიმეჯერ შეიცვალა ამ WCAG სტანდარტებით, სხვათა შორის, ამ კანონის წერის ფორმატში და უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სული ხვეწება და ამიტომ ის რაღაც სტატიკური ის არ არის, ანუ უხეშად რო შევადარო, ეს პანდუსი არ არის, რომელიც ვიცით, რომ 6 გრადუსი არის კარგი და 6 გრადუსის სტანდარტი უნდა დავიცვათ. აქ მუდმივად რაღაც იხვეწება, იცვლება და ესეც არის, რა თქმა უნდა, ანგარიშ გასაწევი. ამიტომ მე ვფიქრობ ესე, რომ ჩვენ ყველანაირი რისკები რომ დავაზღვიოთ, თვითონ როდესაც ტექნიკური რეგლამენტის წერა დაიწყება, ამ პროცესში უნდა ვიყოთ ჩვენ ჩართულები. მე იგივე პოზიცია მქონდა, როდესაც მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებზე მუშაობდი და მაშინაც ჩვენ ეს სტანდარტები შევიმუშავეთ თემთან კომუნიკაციით, თემის ჩართულობით და რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა არა მარტო თბილისში, არა მარტო ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, არამედ იგივე გასვლითი შეხვედრებიც ჰქონდა მაშინ იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც ჩამოსულები. ხა ეს ეკონომიკის სამინისტროს არ ეხება ოღონდ. იმ მაგალითს ვიხსენებ გამოცდილებისთვის და ამიტომ იქ საინტერესო პროცესი იყო შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ის პროცესსაც მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებს წერდი და ამ ამერიკულ სტანდარტების გაქართულებას ვახდენით, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცის გათვალისწინება გვიწევდა ჩვენ ამავდროულად, როდესაც ქართულ რეალურ განემოსთვის უნდა მოგვერგო ის ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალური დიზაინის კონცეფციაზე აღმოცენებული ისიც. ამიტომ ეს ძალიან ისეთი დინამიური სამუშაო პროცესი იყო და ფიქრობ, აქაც ყველაზე მეტი კომპეტენცია სადაც არის დაგროვილი და ეს ალბათ არ ვიქნები ის თქვა სიახლის რაღაც აღმომჩენი თუ ვიტყვი რომ არის სახელმწიფო ციფრული სააგენტო და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გეგმა ჩვენ ამ პროცესის გაგრძელებას, ამიტომ იქ გვექნება ჩვენ ვფიქრობ რომ აი ამ პროცესში თქვენი ცოდნა მით უმეტეს ვისაც გაქვთ ამავდროულად პროგრამული ბაზა და აი ამის ცოდნა ძალიან ფასეული იქნება ამ პროცესში მონაწილეობისათვის. რაც შეეხება სანქციების ნაწილს და გასაღების მიმართულებას ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში წავედით იქითკენ, საიდანაც მიდის აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, სადაც ასეთი საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს და რას გულისხმობ? მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების ადმინისტრირებასთან განსხვავებით, ამ სფეროში, ესე ვთქვათ, კონკრეტული, ესეთი გაწერილი აღსრულების მექანიზმები არ არის. საერთაშორისო დონეზე იქ მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებში ვიცით რომ ოდესაც რაღაცა მშენებლობა, ინფრასტრუქტურის განხორციელება მიმდინარეობს, მასზე აღმასრულებელს აწესებს ან ადგილობრივი ხელისუფლება, ну, თქვა სამშენებლო კლასების მიხედვით არის დაყოფილი როგორც წესი, ან ცენტრალური ხელისუფლება, რომ მაგალითად პირველი
გაჩნია ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ფედერალური მოწყობას არის იქ განსხვავებული მიდგომებია კიდევ, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ აი მოკლედ რო თქვა და საქართველოს მაგალითიც ამიტომ არის ასე, რომ პირველი 4 კლასის შენობა ნაგებობები არის მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის ქვეშ, ამდენად ხორციელდება და უკვე მე-5 კლასი არის ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ რაც შეეხება იქ სანქცირების პროცესს, აქ სანქცირება მართლაც ესეთია, რომ თუ არ არის განხორციელებული, იცით რომ ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაში სხვათა შორის პირველი იყო მისაწვდომობის შესწორებები, რომელსაც ეს კონცეფცია შემოიტანა, მაშინ რომ გამოსწორებამდე არის უფლებამოსილი ზედამხედველი ორგანო, რომ დროთა განმავლობაში დააჯარიმოს ის სუბიექტი, რომელიც არ იცავს ეროვნული მისაწვდომობის სტანდარტებს მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს. ამიტომ ჩვენ ეს უბრალოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ვიღაცას არ ეთქვა, რომ აი არ ადაპტირებული მირჩევნია მქონდეს და ერთხელ გადავიხდი ჯარიმას და პასუხისგებლობას გავექცევით თავს. არა. ის სანამ არ გამოასწორებს ადაპტირებას, მანამდე აქ უფლებამოსილება, გაფრთხილება პლუს დაჯარიმების პროცედურები გამოიყენოს თვითმმართველობის სამსახურმა. აქ გამოსავალი არის სასამართლო პრაქტიკა. და საერთაშორისო დონეზეც ეს არის სასამართლო პრაქტიკა. ანუ თუ ხდება არა ადაპტირება, ამ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკა არის აღმასრულებელი ამ მიმართულებით. აქ ეხლა ჩვენ ზოგიერთ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი ბევრ ქვეყანას არ გააჩნია, მაგრამ როგორც წესი ამ მიმართულებით სასამართლო რომ არის აღმასრულებელი და დაინტერესებული პირს აქვს სასამართლოში საქმე, ეს პრაქტიკა არსებობს საერთაშორისო დონეზე. თუ ვინმე უკეთეს პრაქტიკას შემოგთავაზებს, ჩვენ ალბათ ერთ კვირაში გვექნება განხილვა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში, იმიტომ რომ მანამდე ჩვენ გვაქვს გაეროში მნიშვნელოვანი შეხვედრები და იქ სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის ანგარიშზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა უფლებების დაცვის, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ჭიშინო პირთა უფლებების დაცვის და სხვა პოლიტიკური თემებიც არის იქ. ამიტომ ჩვენ გვაქვს უკვე გეგმავთ რომ მომდევნო ორშაბათს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში გავაკეთოთ ცდომა, თუმცა ეს მეორე მოსმენის საკითხზე შეიძლება მისი დაზუსტება და დროში შეზღუდულები არ ავართ, მაგრამ თუ ვიღაცა ვინმე უკეთეს აღსრულების მექანიზმებს შემოგთავაზებს, რატომაც არა. რაც შეეხება კომიტეტში თქვა რამე დამატებითი სტრუქტურის შემუშავებას, ეს არის ბევრჯერ იყო მსგავსი მცდელობებიც, მაგრამ არასდროს არ იმუშავა. ჩემი მაგალითზე რომ გითხრათ, ყოველთვის უფრო მეტად მუშაობს, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან კეთილსინდისი არა დახორციელებენ საპარლამენტო მანდატს. ანუ ესწრებიან კომიტეტის ხდომებს და არიან ჩართული საკანონმდებლო პროცესში, მათ შორის კანონშემოქმედებით პროცესში და აქტიურად გამოთქვამენ თავის მოსაზრებებს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და პატარა გამოცდილება არ დამეგროვდა, ეს ყოველთვის უფრო ეფექტური გზა არის და ეფექტური მექანიზმი არის, ვიდრე რაღაც დამატებითი საკონსულტაციო საბჭოების, კომიტეტების ან თემატური რაღაც ჯგუფების შექმნა. ეს ყოველთვის რაღაც უფრო ბიუროკრატიულ პროცესებს ვთქვათ, ან რაღაც ფასადურ პროცესებთან არის ხოლმე დაკავშირებული. ამიტომ მე ყოველთვის მირჩევნია, რომ კომიტეტის ხდომები იყოს ცოცხალი ორგანიზმი და კომიტეტის ხდომებზე ხდებოდეს ის და რა თქმა უნდა კომიტეტების ხდომებს შორის შეხვედრებს, წინადადებების წარდგენას, განხილვას, დამატებით შეხვედრების ჩანიშვნას წინ არაფერი არ უთქვის, რა თქვენ ბრძანეთ, რომ დატვირთული არის, მაგრამ როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ კომუნიკაციის და ვინც ამ ვალდებულებას გაურბის, ის საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის. ამიტომ ეს ჩვენი საზრუნავია და ჩვენი საქმეა, ესე ვთქვათ, რა არის დატვირთული და რა არა. ეს თქვენი საზრუნავი არ უნდა იყოს და ვერ იქნება და ბოლოს მაინც ვიტყვი, გაზრდილ ან შემცირებულ ხარდაჭერაზე იყოს საუბარი და მე არ მგონია, რომ ამ დარბაზში იყოს ვინმე, ვისაც ამაზე მტკიცებით საუბრის ან უფლება კონდეს შიშენო პირთა სახელით, ან თქვათ შესაბამისი კვლევის შედეგების გაცნობა შეეძლოს. ჩემთვის ამ მხრივ ყველაზე ობიექტური კვლევის შედეგი ეს არის არჩევნების დღე, რასაკვირველია, როდესაც ქართული ოცნების ამორჩეველი წინდან წლამდე სინამდვილეში იზრდება. ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ჩემთვის და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღევანდელი დღე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს. დიდი მადლობა. მადლობა ამისთვის. გეთახვევით ბატონო რატი, მაგრამ ნახეთ, ნებისმიერ პარლამენტის წევრზე მეტი კომპეტენცია აქვს თემის წარმომადგენელს და ექსპერტს.
აქ საუბარი არ არის მე არ დავზოგავ ჩემს შრომას, ჩემს რესურსს ჩავერთვები პროცესში, მაგრამ რამდენად პროდუქტიული იქნება, რამდენად ეფექტიანი იქნება და თემის ინტერესზე მორგებული. მე ამას ვერ განსაზღვრავ, იმიტომ რომ მე არ მაქვს ის ბარიერები ყოველდღიურად, რაც უშუალოდ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ამაში, ასე ვთქვათ, იწვიან და ზუსტად იციან მათ თავს რა ხდება. ამიტომ ეს მე არ მგონია, რომ ბიუროკრატიული პროცესი და პროცედურა დაიყოს, ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც თქვენს შეგივსუბუქებთ, თემის ინტერესებსაც დაიცავს და გაცილებით იქნება ეფექტიანი. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ, აქ არიან ადამიანები, რომლებიც მადლიერები არიან, ბევრი მიმართულებით, მაგრამ მე ვხვდები ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც აქვს უამრავი ელემენტარული გამოწვევა. დღეს თავს ვიკავებ ამ ყოველფრის გაშღერებისგან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მათი ინტერესია სხვათა შორის კონსოლიდირებული პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენს შეგიწყობთ ხელს, რომ უფრო ეფექტიანად განახორციელოთ თქვენი მანდატი და თქვენი რეალურად დატვირთული სამუშაო პროცესი. ვიცი რომ თქვენ არ არიდებთ არაფერს თავს, მაგრამ აქ თემის ინტერესია საუბარი. მადლობა. მადლობა. შეიძლება ბას სამწუხაროდ თქვენი სახელი არ მახსოვს და ბოდიშს გიხდით მოგმართოთ. კეთევან. ქალბატონო კეთევან. მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე მგონია რომ მე ამის ამბიცია მართლა მაქვს, რომ თუ ვინმე მიცის თემის ფასი და თემთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ნამდვილად მე ვარ სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ მე ჩემზე კარგად მგონია რომ ბევრმა არ იცის ზუსტად ის სიკეთეები, რაც თემში და ექსკლუზიური და არა, ბოდიში ექსკლუზიურობის კოპი შეურაცხყოფა. არა, ნამდვილად დღევანდელ მაშინ რა ქვია პარლამენტის სიტუაციაში თქვენ ხართ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი. ამას ყველა აღიარებს. ექსკლუზიური და ინკლუზიური არ თქვა ძალიან თოთ ეს შეურაცხყოფა. კი ბატონო, არ არის ეს შეურაცხყოფა. სწორი ტერმინოლოგიის ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი არის, აქედან გამომდინარე ვამბობ ამას. ასე რომ მე როდესაც კომიტეტის ხმები ვახსენე, ჩვენი კომიტეტის ხმები ზუსტად იმითი გამოირჩევა, არ გულისხმობ მარტო ადამიანის უფლების დაცვის დღევანდელი კომიტეტის ხმაც ამის მაგალითია, ზოგადად პარლამენტი ამის მაგალითი არის, ჩვენი ხმები იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებს და ეს რომ კომიტეტის ხმებზე და კომიტეტის ხმებზე მათ მიიღონ მონაწილეობა კანონის განხილვაში, თავისი პოზიციები დააფიქსირონ, კრიტიკულიც, როგორცაც საჭირო ჩათვლიან და ასე შემდეგ. ანუ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ, ყოველთვის მივიცემთ. ეს მნიშვნელოვანი თემა. უბრალოდ მე ვამბობ, რომ ცალკე სტრუქტურის შექმნა რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის დარქმევა, ეს უფრო ბიუროკრატიულ საკითხებთან არის დაკავშირებული და არასდროს არ ყოფილა ეფექტური საქართველოს პარლამენტში. ბევრი გულწრფელად ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და ის მიზნები რაც გვაქვს. ჩვენი მიზანი ხო არ არის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა. ჩვენი მიზანი არის, რომ კონკრეტული პირების ხმა არ დაიკარგოს. ხო? ეს არის ჩვენი მიზანი და არა საკონსულტაციო ჯგუფი შევქმნათ. მე გვპირდებით რომ არ დაიკარგება ხმა. თუ უბრალოდ ინსტრუმენტს გთავაზობთ, ინსტრუმენტს გთავაზობთ. მე გვპირდებით რომ არ დაიკარგება ხმა და თუ სადმე გამომჩმა ხის დაკარგვა და ხა ამისი რისკი დაჭდა, თქვენ მაგიტო ხართ ამავდროულად აქ რომ ეს არ დაუშვათ და შევახსენოთ ერთმანეთს და ვიზუშავოთ. ბატონო რატი მადლობა, თქვენ როგორც გვერდით ყოფი კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონო კეთევან, თქვენს მადლობა, ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი სულ მზადაა რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, ვიმსჯელოთ ამის შესახებ, მოვიწვიოთ ექსპერტები, რაც გვენებოთ მზათა ვართ სულ ამისთვის, ისევე როგორც ბატონი რატი არის სულ მზად და მადლობა თქვენ ჩართულობისათვის ამ თემაში. მაგრამ შევჯერდეთ ერთ რამეზე, რომ საკითხი ამოწურულია და დავაყენებ კენჭის ყრაზე. კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, ალოდა ყუდუშაურის, ზურაბ ქადაგიძეს, სუმბატ ყუერლიანის, ირაკლი ჭეიშვილის, სალომე ჯინჯილოვას, სალავან მირზოევისა და თორნიკე ფაღავას მიერ კანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოადგენს საქართველოს კანონის პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე, გთხოვთ ამედასტუროთ ხელისაწევით. წინააღმდეგი თავი ვინმე შეიკავა. კარგით. მიღებულია უმრავლესობით. დიდი მადლობა ბატონო რატი წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. პარლამენტი და ეს კომიტეტი სულ ღია არის თქვენთან მსჯელობისათვის, ნებისმიერ საკითხზე და არა მარტო ამ საკითხზე. მადლობა რომ აქ ბრძანდებით, მადლობა რომ გვიჭერთ ხარს, მადლობა რომ აქტიურად ხართ მსჯელობაში ჩართული და გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. წარმატებებს გისურვებთ. გადავდივართ კომიტეტის მადლობა ბატონო რატი. გთხოვთ ბატონო რატის სტუმრებს
მადლობა მომბრძანებისათვის. გთხოვთ მიეხმაროთ სტუმრებს 2 წუთი და გავაგზავნებთ მეორე საკითხზე მუშაობას. ქალბატონო ქეთევან, თქვენ ვაგზავნებთ ერთ საკითხი 5 წუთი გვინდა. მადლობა, ვაგზავნებთ საორგანიზაციო საკითხი გვაქვს სახელველი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, გამოწვევად არის დემოგრაფიული პოლიტიკა, შობადობის და სიკვდილობის შეფარდება ქვეყნებში, სადაც ბევრი ქვეყანა, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა განიცდის შემცირებას. იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება დღიდან მოსვლისა ძალიან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად აყენებს დემოგრაფიულ საკითხს. ისიც იცით, რომ ჩვენი უწმიდესის ინიციატივით მესამე შვილის მონათვლის შემდეგ მზარდი იყო შობადობა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა 2014 წლის შემდეგ, როდესაც 60,000 ბავშვზე მეტი დაიბადა ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებია COVID პანდემიის შემდეგ, გვაქვს უარყოფითი ბალანსი. თქვენ დაგირიგებთ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, იცით, რომ მოქმედებს მუდმივ მოქმედი დემოგრაფიული კომისია სამთავრობო და საპარლამენტო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შეიმუშავებს და ეს რეკომენდაციები წარდგენილი იქნება მთავრობის წინაშე. თქვენს სამსჯელოზე მინდა გამოვიტანო შიგნით აპარატში განხილული საკითხი, სადაც სამუშაო ჯგუფში ვთვლით, რომ უნდა შევიდეს საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული და უკვე ჰქონდა საუბარი და მზად არიან დამატებითი დახმარებისათვის და შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები. ეს არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებასა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საკსტატი. ასევე ამ კომისიის მუშაობაში დროებით წევრებად შეგვიძლია განვიხილოთ აჭარის მთავრობა, თბილისის მერია, ბათუმის მერია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ბატონ ზალს პირადად და აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას სამმართველებლად, ისევე როგორც თბილისის მერიას, სხდომების დროს რომ მოწვეული იყოს, ამავე დროს ექსპერტები ვინც დაგჭირდება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს ყველაფერი გაკეთება ჩვენი კომიტეტის ეგიდით, ამიტომ ეს კომისია ღია არის თითოეული თქვენთაგანისთვის, ვისაც გაქვთ სურვილი, მინდა რომ აპარატს უთხრათ, რომ ამ კომისიის მუშაობაში ჩაეწეროთ, ჩვენ მქონდა გასვლითი შეხვედრა და რაღაც მოთელვა გავაკეთეთ, ხალხოთქეთმა თქვენ ვერ შეძელით, მაშინ წამოსვლა კომიტეტთან ერთად, იქ განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ მაინც ეს კომისიის შექმნის საკითხი, რა თქმა უნდა, კომიტეტის ხდომაზე გამოგვეტანა. პირველი შეკითხვა ეს არის, ხო არა გაქვთ ვინმეს მოსაზრება, ვინმეს დამატების შესახებ, აი ამ წაუს ადმინისტრაციულ ორგანოებიდან. მეორე თუ კი ვინმეს გსურთ სხდომის შემდეგ შეგიძლიათ უთხრათ აპარატს და ჩაეწეროთ ამ კომისიაში და მესამე საკითხი ეს არის, ფიქრობთ, რომ თავიდან კომისიის მუშაობა განისაზღვროს 3 თვით და აქაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა გექნებათ. გისმენთ?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს რაიმე ვალდებულებაა, რომ სამი თვით შევზღუდოთ? კი, ხო, ვიფიქრე. საგაზაფხულო სესიით რო განისაზღვროს არა, ხო, გინდა სამი. კარგით. ხო, იმიტომ რომ იმდენად დიდი სამუშაოა, იმდენად ბევრი ადამიანი და უწყება შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში და ყველაზე ერთდროულად მოსმენა შეკრება იქნება პრობლემური და თან საკითხები ძალიან ბევრია, ეს არის მხოლოდ ერთი შობადობა გარდაცვალება და მადლობა ბატონოსალ. აქედან გამომდინარე ვადა ალბათ მეტი დაგჭირდება, რომ საბოლოო ღირებული დოკუმენტი ჩვენ დღესვე დავაგზავნეთ უკვე წერილებს ამ სამინისტროებში და იმ ყველა დანარჩენებთან ვინც ჩამოვთვალეთ და მივცემთ ადრიან ვადასაც დაგვიდასტურო მინისტრის მოადგილეების დონეზე გვინდა რომ იყოს წარმომადგენლობა და უკვე ვფიქრობთ რომ სადღაც 19-20 თებერვალს პირველი რაღაც სამუშაო შეხვედრა გავმართოთ. გისმენთ ბატონ ვლადიმერ? ამიტომ დაჩქარებული ტემპით ვიმუშაებთ. 21 საუკუნე ვებერთლა გამოწვევების საუკუნე თეზრი ქვეყნებს დემოგრაფიული პრობლემა აქვს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, დიდი ისტორიის და დიდი ფესვების. მე ვიტყვი რომ დაუმარცხებელი დროსთან ჭიდილში, მაგრამ ძალიან დროული არის ამ საკითხის ასეთი ფორმით გააქტიურება. სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ ამ კომისიის შემადგენლობა კარგად არის განსაზღვრული, უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება. თქვენ ბრძანეთ რომ გაეგზავნება თანხმობის მისაღებად და მეორე მივაყოლოთ რომ აქ ისეთი საინტერესო პოტენციალია თავმოყრილი, ამათ თავთავისი ხედვა აქვს ამ პრობლემის მოგვარების. კარგი იქნება კონცეფციის დონეზე, ვის რა აქვს ნამუშევარი, მათ ყველას თავისი რესურსი გამოიყენონ და თავიანთი ვერსიები წერილობის სახით იქნება თუ რაღაც ფორმით მოგვიმზადონ და მე ის ათვლის წერტილი იმ საბაზისო მონაცემების შეჯერებისა და მე მათი დაახლოების ან მათი კარგი კონსოლიდირების საბუძველი გაგიზრდება. იმიტომ რომ მე მაქვს პატივი 1979 წლიდან ხას უსვამ. 1979 წლიდან დემოგრაფიის თემატიკასთან მქონდა პირდაპირ ბმა და ის კი არა გვარებისა და ოჯახების რაოდენობა 4 შვილი და ზემოთ და მარტოხელა დედების პრობლემა, შობადობისა და სიკვდილობის საკითხების შეჯერება, დემოგრაფიული საზოგადოების დავაკამათისა და დიდი განჯის საგანი იყო, მაგრამ აი დამოუკიდებელ საქართველოში ის რაღაც დაიკარგა, რაც იყო მომზადებული მასალები და ახალ დამოუკიდებელ საქართველოს ვერ გამოიჩინა ის ფხა, რომელიც საჭირო იყო ამ დემოგრაფიული ჭაობიდან თავის დაღწევის გზაზე. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, შანსი ეს საკითხი გავხადოთ ზეპოლიტიკური, ზეპარტიული, რომ აქ მოყოლმა პოტენციალმა ყველა ადამიანმა გვერდზე გადადოს იმიდან ნაპრალიდან ყურებას, კეთის არ ეხება ეს ვიცი, იმიტომ კეთი ანთებული არის ამ თემაზე, ჩემგან დიდი პატივისცემა კეთის და ყველას თქო, როდესაც გადაწყვეტენ აქ ამ საგიძე ერთი როგორც კი ხო შევატყობთ ჩვენ საუბარს, როგორც კი ტელევიზორი ჩაერთება და ჟურნალისტი გაჩნდება, ის დაიწყებენ კუთხიდან ყურებას. არა, ყველამ ერთი კუთხიდან ვიყუროთ. წრეში ვართ ეხლა და კუთხეების გარეშე ვიფიქროთ ამ საგიძე. ეს წრე უნდა გავარღვიოთ, როგორმე რომ საქართველოს ის გამოწვევა, რომელიც უდგას და არა მარტო ჩვენ, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვები სულ ესენი ამას თავი მოუყაროთ კონსოლიდირებულად ყველამ თავთავისი პოტენციალი როგორც საკუთარ ოჯახს უვლით როგორც ჩვენ საკუთარ წინაპრებსა და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ შვილებზე და შვილიშვილებზე ერთად შევიკრიბოთ ვაჩვენოთ მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ქართველებს ამის გაკეთება ყველაფერი გადავდოთ დემოგრაფიის ირგვლივ შემოვიკრიბოთ ორსული ქალის გარშემო შემოვიკრიბოთ ახალშობილის გარშემო შემოვიკრიბოთ ყველა ადამიანს თავთავისი რესურსი აი აქ უანგაროთ თავი მოუყაროთ და მაშინ კიდევ ერთხელ სამაგალითო ქვეყანა ვიქნებით და დარწმუნებული რომ ეს ჩვენ შეგვიძლია. დიდი მადლობა ბატონო. მადლობა ბატონ ვლადიმერ. ხორავის ხსურთ აზრის გამოთქვა. ქალბატონო სალომა, ქალბატონო. დიახ, ქალბატონო კეთება. მე
სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული, თუმცა ვარ ინფორმირებული, შემომთავაზეს ამ კომისიაში მუშაობა და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ზეპარტიული გეთანხმებით და სახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ეს რეალობაა. და ეს არის მულტიკომპონენტური, ძალიან ბევრი სეგმენტით წარმოდგენილი. მე არ ვიცი, აქ წარმოდგენილი უწყებები ალბათ ვერ და ძალიან ბევრი სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული. კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ აქ საკანონმდებლო ინიციატივები, შრომის კოდექსიდან დაწყებული, ალბათ ძალიან ბევრი ცვლილება იქნება განსახორციელებელი, იმიტომ რომ რეალურად ის რიცხვიც არ არის რეალური სტატისტიკურ მაჩვენებლებში, რაც აისახება საკსტატის საბოლოო შედეგებზე. შობადობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სუროგაციაც არის საქართველოში და გადინება ხდება. ანუ კიდევ ერთი რეალობა, თვალი უნდა გავუსწოროთ ამას, ქართული ეთნოსის ხარჯზე არ ხდება გამრავლება, ანუ ცოტა ხანში ჩვენ ვიქნებით უმცირესობაში და ნამდვილად ძალიან ბევრი სამუშაოა მიმართულებით. რაღაცა გარკვეული პერიოდი მუშაობა პატრიარქის ინიციატივა, მაგრამ ესეც შეჩერდა, ესეც გაჩერებულია. ახალი საინტერესო მექანიზმები და ინიციატივებია საჭირო. მათ შორის მე მახსოვს მუშაობდა დემოგრაფიის ფონდი, ესეთი სტრუქტურა. საინტერესოა რა გააკეთა ამ ფონდმა, რა შედეგები დადო, რამდენად გაიზარდა, ვთქვათ, იგივე ღვთის კანონი იყო მიღებული, რა პლუსები მოიტანა ამან, ანუ იმუშავა არ იმუშავა. აქტიურად მუშაობდით ბაგროც და გვახსოვს რა თქმა უნდა და ძალიან აქტიურად იყავით და თქვენი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენც ხო აქ იყავით მაშინ და სიამოვნებით, ანუ ჩაერთვებით თქვენც. ხო არავის დაამატებთ რომელიმე სტრუქტურას? ფიქრობ, რომ მე ცოტა ვიყავ ეს ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კანონი იქნება. არა. ვიც გჭირდება მოვიწვევთ. ქალბატონ ხეთება, აი თუ კი სადმე წამოიჭრება დაუშვათ რომ გჭირდება რაჭა ლეჩხუმ ქვემო-სვანეთის მერის ან გუბერნატორი ეგრევე სწორედ ჩვენ ხო მაგრამ ის რომ ყოველ ხომაზე ვატაროთ ესე არა ნახეთ რას ვამბობ ანუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია გეოგრაფიული თვალსაზრისით სადაც არის ეს სად ხდება სოფლების დაცლა ცარიელია სოფლები მთელი რიგი მე არ ვამბობ ზღვისპირეთში იქ პირიქით გაიზარდა რიცხოვნობა არაქართული მოსახლეობის ხარჯზე და რატომ იცლება მთა რატომ იცლება სოფლები კი ბატონო კამათში არ შევდივარ ჩვენ რეალობას გავუსწოროთ თვალი ამიტომ იქ სადაც კრიზისია დემოგრაფიული ხო არ არის ეს ძალიან დიდი და ბევრი ადგილი ალბათ ეს იქნება დასაიდენტიფიცირებული და იქიდან არის საჭირო ჩვენ გვაქვს ყველა სტატისტიკური მონაცემი ვის სად რომელ რეგიონში სად გაიზარდა მოსახლეობა სად არ გაიზარდა ამიტომ ჩვენი მიზანია რომ დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში განვახორციელოთ ისე რომ შობადობა აღემატებოდეს და არა ნაკლებ რაღაც ციფრისა იმისათვის რომ ქართული ერი გენი და ჩვენი სარწმუნოება იყოს იმ დონეზე როგორაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს ეს არის მიზანი ჩვენი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერთობით ამას შევძლებთ ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში გასაკეთებელი მაგრამ ერთობით გავაკეთებთ ოღონდ ერთმანეთს არ დაუპირისპირდით და თქვენი პირადი მაგალითი ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახის რამდენი შვილი 5 იცით რა ხდის ახლა უმცროსი მე მგონა უკვე მე 6-ად შეგვემატა თქვა წარმატებებს გისურვებ. გაიხარეთ. მადლობა თითოეულ ამას არ ჭირდება, ვოთ არ ჭირდება. ინფორმაციის სახით არ. ბატონ ზაზა, დიდი მადლობა გუშინდელი დღის ღონისძიებისათვის. მე აი გული და სული იქ მქონდა ქუთაისში, სადაც თქვენ და ის ქუთაისის ხელმძღვანელობა ბავშვები, უფროსთაობა უმცროსი ეახელით დიდ დავით აღმაშენებას. ძალიან დიდი რიტუალია. გუშინ დავითობა იყო და აი ბევრი რამე უკავშირდება ამას, ძალიან ბევრი რამე ჩვენ ქვეყანას აი იგივე დემოგრაფიას ეხება იქ მივალთ რაღაცებთან და სად გაწყდა რა მოგვივიდა, ბევრი რამე დაგჭირდება ამის. ძალიან დიდი რიტუალი იყო და კეცვიხლი იმ გადადგმულ ნაბიჯში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ თქვენი თავოსტობით. მე კითხვა დავსე ესეთ რიტორიკული ჩვენ ჩაჩი
თბილისში რატო არ გავაკეთეთ ეს? მე გაგცეთ პასუხს. დავით აღმაშენებლის ძეგლთან თბილისში ვერ მიხვალ. ახლოს ვერ მიხვალ. თაიგულს თუ შეაგდებთ, რომ ვერ მიხვალ. ამიტომ მინდა ამ დიდი მეფეს მე მეორეჯერ მესამეჯერ მიმეორებ ამას, რომ იქნებ დადგეს დრო დავით აღმაშენებელი დაბრუნდეს იქ სადაც იყო, სადაც ყველა მივა, სადაც ყველა დაინახავს. არა გავლით, მაგალითად რომ მიდიხარ ვერ წხედავს, ზევით არ იყურები, მანქანას დაეჯახები. ამიტომ ერთხელ მახსოვს ეს ხუმრობა თემად და იმან ტელევიზიაში დამიძახეს, რომ ჩემი ის უნდათ გაბაიბურება. ამ ინიციატივის გამო არ ყოზინაჩა შეუვარდება ყველა იმ ადამიანს, ვინც დავითის წინააღმდეგ წავა. დავითმა თელი თავისი სამოღვაწეო ასპარეზი ჩვენ დაგვიტოვა საომარ მემკვიდრეებს და მადლობის ნიშანი იყო გენიალური ნაბიჯი, რომელიც ქუთაისმა გააკეთა. ჩვენ შესანიშნავი ძეგლი გვაქვს, ცუდ ადგილზე დგას ოღონდ. არ შეიძლება ისეთ ადგილზე, სადაც კაცი ვერ მივა, ბავშვებთან ერთად, ეს სადაც იდგა, ჩემი შვილიშვილების მხარზე და დილის ჩამოვლა მქონდა ხოლმე. დილიშვილის საათიდან, რაც კი რუსთავაზე იყო, ძეგლები ყველასთან, დავითთან გავჩერდებოდით, აკაკა ილიასთან, საქარია ფალეევსთან, მე შოთა რუსთავთან და ბავშვებთან ეს უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ეკუთვნის ამ დიდ მეფეს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ლადო, მაშინ რაღაც აწიათ ეს თემა, ვიტყვი იმასაც, რომ მართლაც ეს ტრადიციაა იმერეთსა და ქუთაისში და ძეგლის შემკობის შემდეგ გილად შევდივართ მის საფლავზე, რა თქმა უნდა, როგორც დაგვიბარა დიდმა მეფემ, ფეხი დამადგითო, ისევ აკეთებთ ყველა და მინდა გვისმენენ, გასაგონად თქვა, რომ გელათის რესტავრაცია მიდის ძალიან კარგი ტემპებით, დარწმუნებული ვარ, რომ აღდგება გელათის ტაძარი ისე და იქნება კიდევ უფრო მეტად არაჩვეულებრივი ლამაზი და მშვენიერი როგორც ტაძარი ისევე აკადემია ვიდრე მანამდე იყო და მინდა მადლობა უთხრა თითოეულ იმ ადამიანს რომელიც იქ გუშინ ძალიან ცუდ ამიჩი სიცივეში და წვიმაში იყო ამოსული და თავის თვალებით ნახეს ტაძარი შიგნითაც გარეთაც და მოხიბლული დარჩა ძალიან დიდი ოდენობის ადამიანები, რომელიც გვეწვიან გუშინ ქუთაისსა და გელათში. მადლობა მთების წამოწევისთვის და ვიბრძელოთ ამ საკითხზე კი ბატონო, მნიშვნელოვანია ძალიან. მადლობა თითოეულ თქვენგანს. წარმატებებს გისურვებთ.